ინსპექტორო, ჩემი ნახვა გინდოდათ? როგორც ჩანს, დამნაშავე ვიპოვეთ. მისი სახელია ამელკა კარამელკა. ის მთავარი ეჭვმიტანილია. გსურთ, რომ შინაპატიმრობაში ჩავსვა? ეს შენი დავალებაა. დაიცავი, სანამ მეტკისებულებას მივიღებთ. არის, სერ. გამარჯობა ყველას, სახლში ვარ. გოგოებო, სად ხართ? ჰეი! სად იმალები? ვერაფერს ხვდები. ეზოში ხომ არ არია? ვინ ხარ? ჩემს სახლში რას აკეთებ? ოფიცერი ჩაკი, პოლიციის დეპარტამენტიდან. არა, რამე დაიმართა ჩემს მეგობრებს? არა, აქ თქვენ დასაკავებლად ვარ. ორდერი მაქვს. ჩემს დასაკავებლად? რა დავაშავე? თქვენ ეჭვმიტანილი ხართ მუზეუმიდან სამეფო რელიგიის მოპარვაში. ეს ხუმრობაა? ამ მომენტიდან თქვენ პატიმრობაში ხართ. ცდებით, მე არაფერი დამიშავებია. შენს ოთახში შედი და იქ იყავი. ხო, შენ მოგისმენ ზუსტად. კარგი, ჩემი შეკავება არ შეგიძლია. ეს სახლი ჩემი 5 თითივით ვიცი. თუ გაიქცევი, უფრო გაუარესდება საქმე. ამასაც ვნახავთ. შეხედე, რა თავხედი კაცია. ამელკას მივაკითხოთ და საყიდლებზე წავიდეთ. იმედი მაქვს უკვე დაბრუნდა სახლში. ვერსად პოულობ, ალბათ თავის ოთახშია. წავიდეთ და ვნახოთ. ხელი გამიშვი, რას აკეთებ? საერთოდ არ გაქვს უფლება რომ შემეხო. ამელკას ნახვა არ შეიძლება. რის უფლებას აძლევს საკუთარ თავს? ვინ ხარ საერთოდ? რას აკეთებ ამელკას სახლში? ახლავე პოლიციას გამოვიძახებთ. იწისრუთ გაგახდებენ აქედან. ჯობს გაიქცე, სანამ შეგიძლია. მე თვითონ ვარ პოლიციიდან. რა? პოლიციიდან? არ მჯერა, $100 ვდებ, რომ ფორმა ციხიდან გაქცევის დროს მოიპარა. კარგი რა, მარსა პოლიციიდან ხარ? შენზე $100-ია. რას ამბობ? მე ხომ გავიხუმრე. კარგი. და თქვენ აქ რას აკეთებთ, ბატონო პოლიციელო? ამელკა შინაპატიმრობაშია. მე აქ მის დასაცავად ვარ. შინაპატიმრობა? რა სისულელია? ამელკას დანაშაულის ჩადენა არ შეუძლია. ხო, დიდი ხანია ვიცნობ, ეს რაღაც შეცდომაა. სასამართლო გადაწყვეტს, ეს შეცდომაა თუ არა. და თუ იგი შინაპატიმრობაში არის, რატომ არ უშვებთ მას ოთახიდან? ზუსტად, ეს შინაპატიმრობაა და არა ოთახის პატიმრობა. ასეთია წესები. რა ვქნათ? არ ვიცი, რაღაცნაირად ამელკას უნდა დაველაპარაკოთ. როგორ? ეს პოლიციელი არ შეგვიშვებს. ამას მოვიფიქრებთ. უნდა ვიფიქრო, როგორ გავიქცე აქედან. ზუსტად, გოგოებს დაურეკავ და დამეხმარებიან. ალო, ამელკა, ეს შენ ხარ? ალო, გოგოებო, უნდა დამეხმაროთ. შინაპატიმრობაში ვარ. ჩვენ უკვე ვიცით. პოლიციელს ვესაუბრეთ. არ გვაძლევს შენი ნახვის უფლებას. დამეხმარეთ გაქცევაში. არ მინდა მთელი დღე აქ შტომა. პოლიციისგან გაქცევა? ეს უკანონოა. ამელკას დაკავებას უკანონოა. მას არაფერი ჩაუდენია. მართალი ხარ? კარგი, დაგეხმარებით. რა უნდა ვქნათ? მისმინე, მე გეგმა მაქვს. თქვენ უნდა? ნებართვის გარეშე სხვებთან კომუნიკაციის უფლება არ გაქვს. ეს მიმაქვს. გაჩერდი, დააბრუნე, ჩემია. კარგი, შინაპატიმრობის დასრულების შემდეგ უკან მიიღებ. როგორ დაუკავშირდები ახლა გოგოებს? ალო, ამელკა, აქ ხარ? კარგი, ალბათ ტელეფონი წაართვა. უნდა ვიფიქროთ, როგორ გამოვაბაროთ ის იქედან. იდეა გააქვს? არა, ამელკას გეგმა ჰქონდა, მაგრამ ვერ მოასწრო თქმა. მაშინ ჩვენ თვითონ მოვიფიქრებთ. პოლიციას ყურადღება უნდა გადავატანიოთ. მოდი, ასე მოვიქცეთ. შენ ყურადღება გადაატანიე. მე კი მეორე საფრთხეზე ავალ და ამელკას გადავარჩენ. როგორ გადავატანინო ყურადღება? არ ვიცი, რამე მოვიფიქრე. კარგი, სტი. ჰეი, საყვარელო, როგორ ხარ? ყურადღებას ნუ მიფანტავ, ქალბატონო. მე აქ საქმე მაქვს. იცი, მიყვარს ფორმიანი ბიჭები. იქნებ ამელკა დაივიწყო და ჩემთან ერთად პაემაზე წამოხვიდე. არ შეგვიძლია, სამსახური უფრო მნიშვნელოვანია. დარწმუნებული ხარ? შეგვიძლია რესტორანში წავიდეთ. არა, ან კინოში. არა. შეიძლება კომპიუტერულ კლუბში, ან დონატების მაღაზიაში. დონატები მიყვარს, მაგრამ არა. საკმარისად კარგი არ ვარ შენთვის? ყველაფერი გასაგებია. მოიცა, არ მინდოდა შენი შეურაცხყოფა. კარგი, ვიცოდი რომ არავის მოწონდი. არაა მართალი. მაშინ დამემტკიცე, ჩემთან ერთად პაემაზე წამოდი. კარგი, მაგრამ მოდი, აქ მოვაწყოთ პაემანი და დონატები ვჭამოთ. ძალიან კარგი, მალე დავბრუნდები. აბა, იმუშავა? თითქმის.
დონატები მჭირდება. დონატები სადგიშოო? არ ვიცი. მაღაზიაში წადი. შენ თვითონ რატომ არ მიდიხარ? გინდა რომ დასასმენი დამიბინძურო? მარტო არ წავალ. კარგი, ერთად წავიდეთ. მორჩა, აქ დარჩენა არ შემიძლია. უნდა გავიქცე. მოიცა. მე ხომ სათადარიგო გასაღები მაქვს. სად არის? აქვე უნდა იყოს, სადღაც აქ. ვიპოვე. არავინა, ეს ჩემი შანსია. ოპს. ეს რა იყო? ეს რა ხმა იყო? რა ხმა? ვერაფერი გავიგე. ნუ მასულელებ. არ ვიცი, რაზე საუბრობ. უბრალოდ ციკს ვიტყურობ. იცოდე თვალს გადევნებ. კინაღამ დამიჭირეს. უფრო ფრთხილად უნდა ვიყო. ყურადღება უნდა გადავატანინო. ასეთი სულელური ხრიკები ჩემზე არ მოქმედებს. ეს უბრალოდ ტუალეტში მივდიოდი. ოთახის დატოვებას მხოლოდ მაშინ შეძლებ, როდესაც მე გამოყვები თან. კარგი რა, ტუალეტში წამომყვები? დიახ. ერთი წუთი გაქვს. მოიცა, უნდა მოვიფიქრო, აქედან როგორ გავიქცე. ეს გამოდგება. დრო ამოიწურა, გამოსვლის დროა. ბოლო გაფრთხილება, გამოდი გარეთ, თორემ შემოვალ. შინაპატიმრობა გინდა? ხო დაიჯექი ახლა მან 24 საათი. იყავი მანდ მარტო. ხომ თქვი რომ ამ სახლში ვერავინ გამაჩერებს თქო. როგორ არის ეს შესაძლებელი? შენ იქ იყავი. ეს ჩემი პირველი დღე არ არის სამსახურში. შენი ყველა ხრიკი ვიცი. არ ამგონია რომ ყველა იცოდე. ახლა კი შენს ოთახში ადი და იქ დარჩი. კარგი. ასე ადვილად ვერ გავექცევი. სხვა გეგმა უნდა მოვიფიქრო. შესანიშნავია, დონატები გვაქვს. ხო, და ჩემი კაპა გაფუჭებულია, სულ ჩუჭყიანია. დაივიწყე, ვერ შეამჩნევს. მამაკაცები ვერასდროს ვერაფერს ამჩნევენ. მისმინე, რა სიტყვი. იქნებ დონატებში დამაზინებელი დავამატოთ? რატომ? თვითონ დაფიქრდი. შეჭამს და დაიძინებს. ამელკაკი გაიქცევა. კარგი იდეაა. შენ დამაზინებელი აბები მოამზადე და მე პაემას დავნიშნავ. ჰეი, დაბრუნდი და დონატების მაქვს. სუნს გზნობ, ჩემი ფავორიტებია. მოდი, ახლა მოვაწყოთ პაემანი. ფილმს ვუყუროთ და დონატები ვჭამოთ. კარგი, მაგრამ დიდხანს არა, ყურადღებით უნდა ვიყო. ფილმის ნაცვლად YouTube-ს ვუყურებთ. როგორც გინდა, წავედით. რის უყურება გინდა? პოლიციის შესახებ რაიმე სერიალი, ზაფსიუჟეტიანი. კარგი, როგორც იტყვი. ხედები მაღლა, ახლავე. წადი, არ დამიზახია შენთვის. ამელკა, მე ვარ ალისა. ალისა? დიახ, მოვედი რომ ვაქცევაში დაგეხმარო. და პოლიციელი სად არის? კიტი ყურადღებას ატანინებს. წამოდი, უნდა წავიდეთ. დამელოდე, ჩანთას ჩავალაგებ. უბრალოდ სწრაფად კენი. ბევრი დრო არ გვაქვს. სწრაფად და ჩუმად წადი. ეგრე არ შემიძლია. მაშინ ნელა და ჩუმად. გოგოებო, გეგმამ გაამართლა. ჩაეძინა. დარწმუნებული ხარ?
კი, ბავშვებიც წინავს. ახლა სახლიდან მარტივად გავალთ. ძალიან კარგი. აღარ მომიწევს 24 საათი აქ შდომა. ახლა გავისეირნოთ და მერე გადავწყვეთ რა ვქნათ პოლიციაზე და შენს დაპატიმრებაზე. დამელოდე. კარგი, მზად ვარ, წავედით. წავედით. ჰა? რა იყო? რა მოხდა? გავიქეცით, სწრაფად, გავიქეცით. არ შემიძლია, კარი დაკეტილია. გეგონა თქვენს გეგმას ვერ მივხვდებოდი? საკეტი შევცვალე. მოიცა, მაგრამ როგორ? შენ ხომ ამდენი დონატი შეჭამი აბებით. დამაძინებელი აბების ანტიდოტი. თავიდანვე მივხვდი. და მაინც შეჭამე დონატები? ჩვენი დაკავების უფლება არ გაქვს. ჩვენ პატიმრები არ ვართ. გაგიშვებთ, როგორც კი ამელკა თავის ოთახში დაბრუნდება. კარგი, გოგოებო, მე წავედი. ამელკა, გაჩერდი. არ მინდა რომ ჩემს გამო დაგაპატიმრონ. რა უნდა ვქნათ? ამელკას დასახმარებლად კიდევ ერთი გეგმა მაქვს. წამულ და გეტყვი. მოკლედ, მომისმინე. როგორც იცი, პოლიციელმა სახლში ყველა საკეტი შეცვალა. ეს იმას ნიშნავს, რომ კარების გაღება მის გარეშე არ შეგვიძლია. მართალია, მაგრამ საკეტის გარეშეც არის გასასვლელი. ეს ამელკას ოთახის პანჯარაა, მაგრამ ის ხომ ძალიან მაღლაა. მაგრამ თუ ამელკას თოკი ექნება, ჩამოძრომა შეეძლება. კარგი, მაგრამ მას თოკი არ აქვს. მერე რა, არა უშავს. თეთრეულისგან გააკეთებს. არ ამგონია მის ოთახში საკმარისი თეთრეული იყოს. ამიტომ შენ მოახლის ფორმაში გამოსყობილმა უნდა მიუტანო მას მეტი ზეწარი და ის მათგან თოკს გააკეთებს და ფანჩისგან გაიქცევა. კარგი? გონია რომ პოლიციადი შემიშვებს? იმედია. თუ არა სხვა რამის მოფიქრება მოგვიწევს და ამელკა რომ გაიქცევა, მერე რა მოხდება? არაფერი. წავალთ, გავისეირნებთ, გავერთობით და კარგ დროს გავატარებთ. შეამჩნევს პოლიციელი მის გაუჩინარებას. ვერ შეამჩნევს. ამელკას ოთახში ძველი მანეკენი აქვს. ისე იგზავს, რომ თითქოს წინავს. ამისთვის ამელკას ჩვენი გერმის შესახებ უნდა უთხრათ. ჩვენ მას წერილს დაუწერთ და ამანათით გაუგზავნით. თუ პოლიციელი ამანათში წერილს შეამჩნევს, ამოიღებს. არა უშავს. ვერ დაინახავს. წერილს პურის სტატიაში დავუმატავთ. მსგავსი რაღაცა ფილმში მაქვს ნანახი. დიახ, მეც. ამიტომ დავუმატე ეს მეთოდი ჩვენს გეგმაში. აქ შტომა ისეთი მოსაწყენია. კიდევ რამდენი ხანი უნდა ვიცდი აქ? ალისა, შენ ხარ? მეგობრებისგან ამანათი გაქვს. გოგოებისგან? მომეცი სწრაფად აქ. მოიცა. რა საკეთებ? აკზაუნ ნივთებს ეძებ? შესაძლოა შიგნით იარაღი ან გაქცევის ხელსაწყო იყოს. ხედავ რომ გამოცდილი პოლიციელი ხარ. ამანათი უსაფრთხოა, შეგიძლია აიღო. სერიოზულად? ბაგეთი? მე ხომ ციხეში არ ვარ. ეს რა არის? ამელკა, ალისა მალე გესტუმრება. სად უნდა იყო? წერილის უკანა მხარეს ჩვენი გეგმა და წაიკითხე. ძინავს. იქნებ შეუმჩნევლად გავიარო? სად მიდიხარ? უკაცრავად, არ მინდოდა თქვენი გაღვიძება. ამელკას მონახულება აკრძალულია. მოშობი საერთოდ აქედან. მე სამ სახლში მუშაობ, ისევე როგორც თქვენ. რად მუშაობ? დიახ, სახლისი ვარ. სახლის საქმეებში ვეხმარები, ვასუფთავებ და ვამზადებ. და ამელკას ნახვა რა შეგჭირდება? დავალება მაქვს, ახალი თეთრეული მაქვს მისთვის მისატანი. გასაგებია, ჩემთვისაც მთავარია რომ დავალება შევასრულო. ესე იგი გამიშვებთ? მაგრამ მხოლოდ ჩემი მეთვალყურეობის ქვეშ. წამოდი. გოგუებს კარგი გეგმა აქვთ, იმედია გაამართლებს. შუა დღე მშვიდობისა, ამელკა. როგორ ხარ? ახალი თეთრეული მოგიტანე. ალისა, ეს შენ ხარ? მინდოდა მეთქვა, რომ ეს ჩემი დია სახლისი სოფია. 5 წუთი გაქვთ. ყველაფერს აქ დავტოვებ. კიდევ რამეში ხომ არ გჭირდება ჩემი დახმარება? აი, იქ არის დასასუფთავებელი. მანდ, სად? წამოდი და გაჩვენებ. ჩვენი წერილი წაიკითხე? კი, მაგარი გეგმა. როდის შევხვედროდით და გავისწრა კეთვა. ზუსტად დღეს 4 საათზე შევხვდებით. კიდევ დიდი ხანი? თითქმის მოვრჩით. ფანჯრის ქვეშ დაგელოდებით. აბა შენ იცი. დრო ამოიწურა, ქალბატონო, გამომყევით. კარგი, ამ თეთრეულისგან თოკი უნდა შევკრა.
აბა, იმუშავა? ამელკამ გეგმის შესახებ იცის. 9 საათში ფანჯიშქვეშ დაველოდოთ. თავარია რომ სატყუარას გაკეთება არ დაავიწყდეს. იმედია იბოქმედებს. მეგობრებო, ეს სახლში არ ცადოთ. დაიფიქროს რომ წინავს. ამელკა, აქ ვართ, ჩამოდი სწრაფად. ამელკა, სად ხარ? კი, უკვე მოვდივარ. საკმარისია. ძალიან კარგი, ყველაფერმა კარგად ჩაიარა. თავარია პოლიციერი ვერ მიხვდეს რომ ამელკა იქ აღარ არის. ხო, მაგრამ რომ მიხვდეს მერე რა? ვერაფერს შეძლებს. არ ვიცი, მოხერხებულია, იქნებ რამე მოიფიქროს. დაივიწყე. წამონით გავისეირნოთ. იმდენი სხვადასხვა ადგილია სანახავი. კარგი, წავიდეთ. ახლა ისეთ პარკში წაგიყვანთ. საინტერესოა. სადილის დროა. ჰეი, გესმის ჩემი? ძინავს, საჭმელს კარებთან დაგიტოვებ. ძალიან კარგად გავერთეთ. კი, მეც მომეწონა. გირჩევთ ხვალაც გავიმეოროთ. იმედია შინაპატიმრობა ხვალ დამთავრდება და ზეწრებით ზრომიადი არ მომიწევს. როგორ ფიქრობთ? შეამჩნია რამე პოლიციელმა? არა, დარწმუნებული ვარ, კიდევ პირველ სართულზე კიბეებთან ზის. ჰეი, რატომ არ ჭამ? გეყოფა ძილი, თორემ ღამით ვეღარ დაიძინებ. ესე იგი გაიქცა, ეს არ უნდა გაგეკეთებინა. გოგოებო, უკან უნდა დაბრუნდე. აბა ხვალამდე. ნახვამდის ამელკა, ხვალამდე. როგორც ჩანს, პოლიციელმა ვერაფერი შეამჩნია. შემიძლია სატყუარა გადავაგდო. კეთილი იყოს შენი დაბრუნება. ჰეი, არ გასწავლეს რომ შხვის საწოლში არ უნდა გეძინოს? მე გაგაფრთხილე რომ თუ გაიქცეოდი, საქმე უფრო გაუარესდებოდა. კარგი. და რას აპირებ? ნამდვილ ციხეში წამიყვან? არა, აქ მე შენ ისეთ ციხეს მოგიწყობ. ვისმინე, ძალიან ცდები თუ გგონია რომ ეს ხელს შემიშლის. დავნაძლევდეთ. კარგი. ჰეი, ეს რა არის? თუ სახლიდან ამ სამაჯურით გახვალ, შენი YouTube-ის არხი წაიშლება. რა? ასეთი რანდივთია? ეს აუცილებლად გაგაჩერებს სახლში. სწორედ ამის გამო ვარ შარში. რაღაც მოწყენილობა ამელკას გარეშე. ხო, სამწუხარო რომ კიდევ რამდენიმე საათი ვერ განატარა ჩვენთან ერთად. მაშინ პოლიციელი მის გაუჩინარებას შეამჩნევდა. სხვათა შორის სად არის ის? აი ისიც, როგორც ყოველთვის თავის პოსტზე დგას. მისმინე, მოვიფიქრე. იდეა მაქვს თუ როგორ დავარწმუნო რომ ამელკა ვნახოთ. აბა როგორ? რადგან ამელკა პატიმარია, მას ვიზიტები ეკუთვნის. ვისთანაც უნდა. ოჯახის წევრებთან, მეგობრებთან, ჩვენთან. შეგვიძლია მასთან ვიზიტი დავეგმოთ. და ეს ვიზიტი რამდენ ხანს გაგრძელდება? არ ვიცი, 5 ან 10 წუთი. არ არის საკმარისი. სამაგიეროდ შეგვიძლია ახალი გეგმა მოვიფიქროთ და ისევ დავეხმაროთ გაქცევაში. მოდი, ვსადოთ. ამელკასთან ვიზიტზე მინდა შესვლა. ხომ იცით რომ მასთან შესვლა არ შეიძლება? ვიცოდი რომ ამას იტყოდი. კანონით ყველა პატიმარს აქვს ერთი ვიზიტის უფლება. ეს აუცილებელი მოთხოვნაა. ხედავ? 5 წუთი დღეში. ხომ იცავ კანონს? ხო და მიდი და შეგვიშვი. კარგი, მაგრამ მხოლოდ ერთი თქვენგანი შევა. ჰეი, ორივეს გვინდა. ერთი წავა. გადაწყვეტეთ თუ ვინ? მე წავალ. შენ უკვე იყავი ამელკასთან. მე კი არა. კარგი, აქ დავრჩევი და სიახლეებს დაველოდები. გამომყევი და ყველანაირი ხრიკების გარეშე იცოდე. შენი ჯერია. კარგი, ცუდი მოთამაშე ხარ. 5 წუთი გაქვთ. ამელკა,
ეს ვინ არის? მარტო გრძნობდი თავს და გადავწყვიტე და მეზობელი შემეძინა. მოიცა. ისიც შინაპატიმრობაშია? კი, ზუსტად. დირექტორის კარზე ცუდი სიტყვა დაწერა. ადრე ხომ არ არის წარმოსახვითი მეგობრების შეძენა? ხო, მაგრამ შინაპატიმრობა მალე არ დასრულდება. ცხის, ნუ ჩამოუშვებ. გაქცევის ახალგზას მოვიფიქრებთ. დამიჯერეს და გაქცევა მე აღარ შემიძლია. ო, კარგი რა. დამიჯერე. რაიმე გზას ვიპოვით, რომ ეს არსება მოგაშოროთ. არ იმუშავებს. ცდები. მაგრატევს პუში ჩავარჯო და ამანათით გამოგიგზავნი. ვერ ხვდები? ეს ელექტრონული სამაჯურია. რა ელექტრონული სამაჯური? ეს ნივთი როგორ შეგაჩერებს? თუ სახლიდან გავალ, არხს აშლის. რა? ოღონდ არხი არა. არხის გულისთვის აქტად შენამომიწევს. შინაპატიმრობაში. მისმინე და რა მოხდება თუ მტკიცებულებებს ვიპოვით, რომ შენ უდანაშაულო ხარ? მაშინ გამიშვებენ, მაგრამ ამას როგორ გააკეთებ? რამეს მოვიფიქრებთ? დრო ამოიწურა. სტუმარო, დატოვე ოთახი. მაშ მოიფიქრეთ გეგმა? საქმე ცუდადაა. ამელკა ვეღარ შეძლებს გაქცევას. ახლა რა უნდა გავაკეთოთ? უნდა დავამტკიცოთ, რომ ის უდანაშაულოა. შემდეგ კი გაუშვებენ. დავამტკიცოთ? იქნებ ამელკას ალიბი აქვს? ალიბი რა არის? ეს იმის დასტურია, რომ დანაშაულის დროს ამელკა სხვა ადგილას იმყოფებოდა. კარგი იდეა. მართლა, როდის მოიპარეს მუზეუმიდან რელიკვია? ჰეი, ბატონო პოლიციელო, მითხარით, ზუსტად როდის ჩაიდინა ამელკამ დანაშაული? ეს კლასიფიცირებული ინფორმაციაა. არა, მართალი. ამ რელიკვიის შესახებ სიუჟეტი ახალამბებში ვნახე. ეს იყო გუშინ 2 საათიდან 4 საათის ფარგლებში. კარგი, მოიცა. მან დროს ხომ ვიდეოს ვიღებდით. მართალია, ამელკა ჩვენთან იყო. რაიმე მტკიცებულება გააქვთ? კი, კამერაში, ახლავე მოვიდან. აი, შეხედეთ, კამერაზე თარიღი და დროა მითითებული. ეს ყველაფერი მართალია, დრო ემთხვევა. ეს ნიშნავს, რომ ამელკას მუზეუმიდან რელიკვიის მოპარვა არ შეეძლო. მას დანაშაული არ ჩაუდენია, რაც ნიშნავს, რომ თქვენ უკანონოდ აკავებთ. უფროსებს მოვახსენებ და ამელკა გათავისუფლდება. მაგარია! წერილი გამომწერებს. კარგად ვარ. საჭმელი გემრიელია, საწოლი კომფორტული. მინდა რაც შეიძლება მალე დაუბრუნდე YouTube-ს და თქვენთვის ვიდეოები გადავიღო. დროულად მოხვედი, წერილის გაგზავნო მინდა. რადგან ვიდეოების გადაღება აღარ შემიძლია, გამომწერებმა უნდა იცოდნენ, რომ ყველაფერი კარგად არის. თავად მისცემ მათ, თავისუფალი ხარ. მოიცა, თავისუფალი ვარ? წამომყევი, ქვემოთ გაიგებ. სად მიყავარ? სიკვდილით უნდა დამსაჯო? ამელკა, მტკიცებულება ვიპოვეთ, რომ შენ უნდა დაშაულო ხარ. რა? მართლა? მუზეუმი გუშინ გაძარცვეს, როდესაც ვიდეოს ვიღებდით და ჩვენი ვიდეო მტკიცებულება გახდა. ვაუ, მისმინეთ და ეს თავიდანვე რატომ არ გააკეთეთ? რატომღაც არ ვიფიქრია ამაზე. მთელი ამ გაქცევის გეგმის შემუშავება საჭირო აღარ იქნებოდა. მართალია. კარგი, არა უშავს. თავარია რომ ყველაფერი კარგად დამთავრდა. ერთი სული მაქვს, როდის ჩავისვამ. ჩვეულებრივ ტანსაცმელს. გისმენთ? ახალი ეჭვმიტანილი? გასაგებია. ჰეი, რას აკეთებ? თქვენ დაპატიმრებული ხართ მუზეუმიდან სამეფო რელიკვიის მოპარვისთვის. რა? ეს რამე ახალი ხუმრობაა? თქვენ 24 საათიან შინაპატიმრობას გიწესებენ. ჰეი, მოიცადე. მეგობრებო, მოიწონეთ ვიდეო და გამოიწერეთ არხი და მე კიდე კიტისთან გავიქეცი.